რუსულმა ჯარებმა ქალაქის სამი მხრიდან ალყაში მოაქციეს და მხოლოდ ვიწრო დაახლოებით 7-დან 3 კილომეტრამდე სიგანის მომარაგების დერეფანი დატოვეს. ყველა ხიდი დანგრეულია და დაჭირების ევაკუაცია თითქმის შეუძლებელი გახდა. უკრაინელი მედიკოსები დროებითი გადასასვლელების ასაშენებლად საჭირო საინჟინრო აღჭურვილობის და პერსონალის მწვავე დეფიციტზეც საუბრობენ. ქალაქში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. რუსული ძალები მილნოგრადის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში და თავად პოკროვსკის აღმოსავლეთ ნაწილში შევიდნენ. ქალაქის დაცემა ამოცემულობაში გარდაუვალი ჩანს. კაპიტან გრიგორი შაპოვალი თქმით, ამ სექტორში რუსული ჯარები დრონების მხრივ 10-ჯერ დიდ უპირატესობას ფლობენ, ხოლო ცოცხალი ძალის მხრივ 8-ჯერ აღემატებიან უკრაინულ ძალებს. ეს თანაფარდობა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად რუსეთმა თავისი მიზნების მიღწევა ვერ შეძლო. სავარაუდოდ კარგად ორგანიზებული უკან დახევა უკვე ნაკლებად სავარაუდოა და უკრაინული ძალები კვლავ დიზორგანიზებულად დაიხევენ უკან, როგორც ეს ბახმუტსა და ავდიივკაში მოხდა. განსხვავება ამჯერად ის არის, რომ რუსული დრონებს ახლა გაცილებით დიდი დომინირება აქვთ ცაში. მეორე კრიტიკული წერტილი ოსკილის მდინარის მარცხენა სანაპიროა კუპიანსკის მახლობლად, სადაც უკრაინელი ჯარები ამჟამად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რომელიც 2022 წელს ხერსონში რუსეთის პოზიციას მოგაგონებთ. დანგრეული საბორნე გადასასვლელები და მიწოდების ხაზებზე დაუნდობელი დრონების დარტყმები საბრძოლო მასალის მიწოდებასა და სამედიცინო ევაკუაციას აფერხებს. უკრაინელი ინჟინრების მიერ შეკეთებული ხიდები რამდენიმე საათში არტილერიის ცეცხლითა და პლანირებადი ბომბებით კვლავ ნადგურდება. კრემლის ძალები ასევე აქტიურობენ კონსტანტინივკასა და ლიმანის მახლობლად. უკრაინა აგრძელებს შეზღუდული კონტრშეტევების განხორციელებას. ბოლო დღეებში მან დაიბრუნა კუჩერევიარი და სუხოცკე დობროპილიასთან ახლოს, რითაც რუსეთის ძალებს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენა.